გამარჯობათ მეგობრებო. ყველას მოკითხვა, ბედნიერება და როგორც ყოველთვის კარგი განწყობა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ნორთ დაკოტაში. ამ ბოლო დროს შევეჩვიეთ ამ ნორთ დაკოტას. ცენტრალური გზიდან გადმოუხვი, ასე თქვა 94 გზიდან და მივიდივარ ზემოთ ერთი 100 მაილი სულ ადგილობრივ გზებით უნდა ვიარო. აი მოვდივარ უყეს რაღაც 1 საათი და კიდევ ალბათ სადღაც 2 საათი დამჭა რომ მივიტანოთ ეს ჩვენი ტვირთი. თუ რაღაცა საინტერესო იქნება, აუცილებლად გადავიღებ. მაგრამ ჩვენ ამ დროს ვაკეთებთ. კეცავთ, მაგრამ ფიქრები მოდის. სამწუხაროდ ჩვენ მაყურებლებს ბევრს არ აინტერესებს ეს, ნუ ლაპარაკობ თემებზე, ნუ ისა მეუნებიან ხოლმე, ჩვენ გვაინტერესებს წვიმანები, რაღაცები, მაგრამ მეგობრებო, ეს არის ჩვენი არხი, არის ზოგადად ყველა თემაზე ლაპარაკობთ და ჩვენ ყველაზე მუშაობთ, ყველა როგორ გითხრათ, ვისაც რა აინტერესებს, იქიდან გამომდინარე და ეხლა ამას ნუ გვაჩვენებ, იმას ნუ გვაჩვენებ, ამას ნუ გვაჩვენებ და ეს ცოტა ისეთი თემაა. ჩვენ ადრეცა გვაქვს ნათქვამი, ვისაც უნდა უყუროს, ვისაც არ უყუროს, ძალიან მარტივია გადართოს. ეხლა ზოგი მეუნება მეგობრები, კაცო, ნუ აქცევ ამ ადამიანებს ყურადღებას. ხია, შენი ისე და როგორც გინდა ისე ჩაატარე, მაგრამ ნუ რატო? ყველას აქვს თავისი უფლება, თავისი აზრი გამოთქვას, მაგრამ მეც ჩემებურად უკვე ბიანად და ძილობის ფარგლებში ვეთქვი, რომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა ინტერესი გავითვალისწინოთ, მაგრამ ჩვენი მთავარი ინტერესი არის ჩვენ არხსაც ხო თქვია, გავიაროთ ცხოვრებაში როგორ ვამბობთ, რომ გავიაროთ ცხოვრებაში ერთად და ცხოვრებაში ბევრი რაღაცები ხდება და ძირითადად მაინც ადამიანი რასაც ფიქრობს, პრობლემის გადაჭრა უნდა, ლიტერატურა, ფილოსოფია, რეალური სიტუაცია, ტექნიკური სიტუაცია და საერთო ჯამში ამას ქვია ცხოვრება. ჩვენ არხსაც უნდა რომ რაღაცნაირად ამ ცხოვრებისეულ ხშირად ვამბობ ხოლმე ნაცრისფერი ცხოვრება, ნაცრისფერი არ მინდა თქვა, მაგრამ ასე მრავალფეროვან, მრავალწახნაგოვან, მრავალ ყველაფერი, როგორც წინა იმაში თქვი დავით საშა კაცმანი რო იწვის კაც. ესე ამერია ენი დავით კაცმანი რო იწვის, რომ ყველაფერი ესამყარო და ამ ყველაფერში ჩვენს რაღაცნაირად ღირსეულად და მშვიდად და როგორ ვამბობ, ეს ცხოვრება მაინც მიდის და ჩვენ ამ ცხოვრებაში და ამ მიმდინარე პროცესებში რაღაცნაირად ისე უნდა გავნოთ, რომ არ დავზარალდეთ და ვიყოთ კარგად. ძალიან მარტივი ფორმულაა. აქედან გამომდინარე ამ მრავალფეროვნებაში და მრავალ ადამიანებში ყველა სხვადასხვა ინტერესი აქვს, ბუნებრივია, მაგრამ ჩვენ ისე და ისე ვამბობთ იმას, რომ უნდა ვიყოთ კარგად და გავიაროთ ისეულად ეს ცხოვრება. იმ დღეს ერთი მაყურებელი დამიკავშირდა, სხვათა შორის ძალიან საინტერესოდ მითხრა. აკაო, აი შენ გვეუბნებიო, რომ ეს წიგნი წაიკითხე, ეს წიგნი და აი რომელი წიგნი არ უნდა წაიკითხო? ვა, ესე კი, ეხლა ჩემ რო დავფიქრდი, მე პირიქით იმას ვიძახი, რომ ყველა წიგნი უნდა წაიკითხო, ყველა რაღაცა რაც არის შემეცნებით უნდა გაეცნო და მე შენი აზრი უნდა გამოიტანო. მაგრამ ამან მითხრა რა არ უნდა წაიკითხო და მე მივხვდი ახლა რა არის მან ჩადებული, ესე იგი საერთოდ როგორ არის ხოლმე, რასაც აკრძალავ, რაც არ შეიძლება, ის უფრო გაინტერესებს, ხო? აი, რეკლამა ხო არის რეკლამა, რომ შენი საქონელი უნდა გააყიდო, ანტირეკლამა უფრო ძლიერია, იმიტომ რომ რაც უფრო გძალავ, ჩვენ ადამიანებს ხო ბავშვობიდან ისე რასაც გვიგძალავენ, ის უფრო გვაინტერესებს. და უფრო ინტერესში ვარდები და ასე ალბათ ესეც რა არ უნდა წაიკითხო, მე ამ კუთხით უყურებ. ჩემი პირადი ის არის, რომ რა არ უნდა წაიკითხო, უფრო ინტერესი იწვევს. და აქედან გამომდინარე, ამ საუბრიდან გამომდინარე, მე ასეთი აზრი მომივიდა. ახან ჩვენ წიგნები და ასე ლიტერატურა გვიყვარს, გავიხსენოთ ის წიგნები და ის ტექსტები, რაც იყო აკრძალული კაცობრიობაში. მაგრამ ერთი რაღაცა აკრძალვაში, იცით როგორ არის, რაღაც პერიოდი აიგზალება წიგნი, არ შეიძლება მე გავადრო, მაგრამ ვარიანტი არა, რაც აკრძალულია, ის მე მაინც ჩვეულებრივად ხდება და ერთ რაღაცას ვიტყვი, მე რა დავამატებ რა. არც ერთი ყველა წიგნი და ყველა ტექსტი და ყველა ლიტერატურა ყოველთვის ცოცხალია და ყოველთვის იმ ინტერესებს და იმებს პასუხს სცემს,
რაც არის მარადიული. ესე იგი, მარადიული თემები და მარადიული ღირებულებები არის, რაც გინდა აკრძალო, არ აკრძალო, ის მაინც თავის ზეგზე დგას, იმიტომ რომ მარადიულ ღირებულებებზე ლაპარაკობს, მაგრამ წიგნები, რომლებიც რაღაც ერთ მომენტში პოპულარული გახდა, მაგრამ მარადიულ ღირებულებებზე და მარადიულ თვისებებზე არ არის დაწერილი, ის იკარგება. აი, რისი თქმა მინდა, ამას ახლა მე ჩამოვაყალიბებ. მოგეხსენებათ, მე საბჭოთა პერიოდში ვარ გაზრდილი და საბჭოთა კავშირი იყო ძალიან, როგორ გითხრათ, დახურული ქვეყანა, ხო და ძალიან ბევრი რაღაცეები იყო აკრძალული და რა თქმა უნდა, წიგნები, მე ამ წიგნებს მე ჩამოვთვლი ახლა და მინდა აი პირველი ჩემი რეაქცია აკრძალვაზე. ახლა მოგეხსენებათ, მე ბავშვობიდან ძალიან ბევრი წიგნებს კითხულობდი, შეძლების და გვარად, მაგრამ ძალიან ბევრი წიგნები იყო აკრძალული. და საბჭოთა კავშირში სულ ქონდა ეს ინტერესი, რომ რაღაცა და რაღაც განსაზღვრული ლიტერატურა შეიძლება და განსაზღვრული არ შეიძლება და ზოგადად აკრძალული იყო და რაღაცნაირი აი არა მარტო მე, არამედ აი დამერწმუნება ჩემი თაობის ხალხი, აი რაღაც თითქოს წიგნზე ვიყავით მოწყურებულები და აი ეს უკმარისობა ამ ინფორმაციის იყო ძალიან გავრცელებული. ხო მეთანხმებით, ჩემ ხელები არიან და ჩემზე უფროსი ადამიანები. და გარდა იმისა, რაც იყო ნებადართული კითხვისა, ყოველთვის გვაინტერესებდა აკრძალული წიგნები და აი თქვათ, გინდა შავებზე, გინდა რელიგიურებზე, გინდა ფრინავ თეფშებზე და მეცნიერებზე, ყველაფერზე და პორნოგრაფია, სექსი, ხო, აი სექსი, კინოებიც იყო ხოლმე. გოგოს კაბა ეწეოდა, მუხლი და აი ესე ვიყავით გაგიჟებული და სულ ასე რაღაცები გვაინტერესებდა, სულ მოწყურებულები ვიყავით. ეხლა რატო თქვი ეს ასე? მე მოგეხსენებათ, სპორტსმენი ვიყავი და ჩემი პირველი ნაკრებში მოხვდი და შეჯიბრებაზე მოხვდი. პირველი გასვლა იყო ჩემი, სოციალისტური ქვეყნები გასაგებია და პოლონეთი, უნგრეთი, ასეთ ქვეყნებში კი დავდიოდით, მაგრამ იქაც საბჭოთა და ეს სოციალისტური იდეები იყო და იქაც ბევრი რაღაცეები იყო აკრძალული და ერთხელ შეჯიბრებაზე წავედით ინგლისში. ლესტერი იყო მსოფლიო ჩემპიონატი და ეს იყო ჩემი პირველი კაპიტალისტური ქვეყანა, რომ მოვხვდი და რაღაცნაირად მე ქუჩაში გავედი და შევედი, ეხლა თავისთავად ეხლა იმას აღარ ვიტყვი, ის მანქანები რაღაცა ეს კაპიტალის მაღაზიები და შევედი წიგნების მაღაზიაში და რო დავინახე ეს წიგნების ამხელა თაროები და გავსებული და ვაიმე, რა წიგნები არისო, ბიბლიის რამდენიმე გამოცემა. ბიბლია თავისთავად ეხლა საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო, ისა დეკამერონი, მე რაღაც სექსუალური თემები, აქეთ პორნოგრაფია, აქეთ რაღაც ფსიქოლოგია, აქეთ აი პირი მქონდა დაღებული და აი როგორ ვიგძენი, რომ ვაიმე რამდენი რაღაც არ მგონია წაკითხო და აი ესე თვალებს ასე ვაცეცებდი და მე ჩვენ ნაში კაკებად აყვებოდა და რაც დადიხარ აქაოდა, მეთქი აი ეს არის წამოდიო და აი ეს პირველი დარტყმა რომ დავინახე ეს რომ აი რაც აკრძალო, ეხლა მე ამ აკრძალულ წიგნებს მე კიდე ჩამოვთვლი და დიდი მაღაზია იყო, გახსოვთ აი ნიუ-იორკში ჩვენ ხო ვიყავით მაღაზიაში, აი ესეთი სამსართულიანი მაღაზია იყო, პირველად მოხვდი იქა და გადავირია და მეთქი თითქოს განათლებული ადამიანი ვიყავი, თითქოს ნაკითხი მქონდა, მაგრამ აი ეს ამხელა წიგნების რაოდენობა რო დავნახე, გავგიჟდი და ისე დამწყდა გული, რომ ეს საშუალება არ ქონდა ჩვენ ახალგაზრდობაში. თუმცა ეხლა გავიდა დრო და ეხლა შემოვიდა და უკვე დღევანდელ ახალგაზრდობას საშუალება აქვს, ასე ვთქვათ, ეს წიგნის წყურვილი დაიკმაყოფილო და რაც გაინტერესებს, ის გაიგო და ინტერნეტის საშუალებით, აუდიო წიგნების საშუალებით და აი მაგარი იყო რა, აი შტაბიშლება მინდა და აი ესე ვთქვათ გამომესახა და რომ ახსენდება ის რო შრუანტელი რო იყო და ერთი წიგნი ვიყიდე მე მახსოვს დეკამერონის მაინც ბოკაჩო დეკამერონი ამაში და ინგლისურად ეხლა ასე თუ ისე კითხულობდი და საზღვარზე ეს რა წიგნიაო? მეთქი დეკამერონი და ბოკაჩოსიო, ხო მეთქი და მე და მოსკოვში ეს წიგნი ჩამომართვეს. რომ გამოვედით ხომ, через მოსკოვი მოვდიოდი და ჩამომართვეს, იმიტომ რომ
ჩვენ იდეა ეს არის გარყვნილების წიგნი და ასე შემდეგ. მოგეხსენებათ მეგობრებო, მე ძალიან ხშირად მიყვარდა ბიბლიოთეკაში სიარული და აი არ ვიცი ახლა ბიბლიოთეკაში რაღაცები ზოგიერთი წიგნი კი, ზოგიერთი წიგნი იყო, მაგრამ რაც აკრძალული იყო, მაგრამ აი შეიძლება ჩუმად გამოგეტანა და ჩუმად გაცნობოდი და გახსოვთ ადრე აი ფურცლები დადიოდა მწერლები, აი ბევრი ლიტერატურა და მე ახლა დავიწყებ ამ აკრძალულ სიტყვებს, აკრძალულ წიგნებს, რომელსაც გვიგზავნდნენ და აი ახლა რაც მე გამახსენდება იმას ყველაფერს ჩემებურად ჩამოვაყალიბებ. პირველი ბიბლია, მეგობრებო, მე პირველად ვნახე, ვიყავი სადღაც 14 წლის, წარმოიდგინეთ 20-იან წლებში, 30-იან წლებში წიგნებს ხედავდნენ და აკრძალული იყო და ჩემი მეგობარი შოთა ხაჟუმია სიონთან რო ცხოვრობდა, იქ დავდიოდი და იქ იყო სემინარია და ერთ-ერთი ძველი მოხუცი მდელი იყო და მაგეთ დავეხმარე რაღაცის გადატანაში და რაღაც იქ ცოტა ზემო ცხოვრობდა, აი ბეთლემის მიდამოებში იქ ცხოვრობდა და ასეთი ბიბლიას შევდავნა ძველი გამოცემა ესე და რომ მოვკიდე ამას ბიბლიას ამ მდელმა შემომხედა და შვილო და ცოტა აღელდა, იმიტომ რომ საერთოდ ეს ბიბლია და ასეთი წმინდა წერილები და ასეთი აკრძალული იყო და ამ მდელს ჰქონდა რამდენიმე წიგნი რა. ერთი 100-მდე წიგნი ჰქონდა და ამის გადატანაში წაგვიყვანა და თან ნერვიულობდა რომ რაღაცა როგორი რეაქცია მექნებოდა და მე ასეთი რაღაცა თქვა იმ მამაო რომ აი კაკო ხო ხედავ აი ჩვენი საწყისი ჩვენი ცხოვრების წყაროს როგორ გვიგზალავენო და ესეც რო დაგვინახონო მილიციამ პოლიციამ მაშინ მილიცია იყო ჩვენ პრობლემა შეგვექნებაო და ცოტა დავიძაბე იმიტომ რომ იცის და ასეთი ეს ხდება 70-იან წლებში წარმოიდგინეთ ეს ყველაზე ათეისტური პერიოდი რო იყო აი ეს აკრძალული წიგნი ასე ვთქვათ აკრძალული წიგნების გადატანაში დავეხმარე ამ ჩვენ მამაოს. წარმოიდგინეთ მეგობრებო ბიბლია იყო აკრძალული, აი ხა აწყობა იყო და მე წეღანაც რო თქვი ინგლისში რო ჩავედი და ბიბლიის სხვადასხვა გამოცემები რომ ნახე პირი დავაღე რა. მე ასეთი წიგნი, ნუ რა თქმა უნდა მაგალითად მე რო გადავხედე უკვე მე ხა ვიხსენებ ხო გავეცანი მაგალითად ამ წიგნებს არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ ბევრ ქვეყნებში გზალავდნენ რაღაცა განსაკუთრებით ამ რელიგიურ თემებს, რაც ეხებოდა ინკვიზიციიდან დაწყებული, აი მაგალითად თორა, ებრაელების აი მოსეს 5 წიგნეული, ბიბლიის 5 წიგნეული, ბევრ ევროპულ ქვეყანაში აკრძალული იყო. იმიტომ რომ კათოლიციზმი ებრძოდა ამ ებრაელებისთვის წმინდა წერილს, თორა ამ დროს არის 5 მოსეს 5 წიგნეულია ბიბლიის ერთ-ერთი მთავარი ძირითადი წიგნია, მაგრამ გზალავდნენ. როგორ მახსოვს სინაგოგაში რო ვიყავი, ლესეიძეზე ხო არის სინაგოგა და იქაც შევედი და იქაც დამაინტერესა და ნუ იქ მოლა კი არა კაცოს. სასულიერო ებრაელების რომელთანაც კაი ურთიერთობა მქონდა და იმან შეეცადა აეხსნა და ასე ჰქონდათ, მაგრამ დამალული არ ჰქონდა, ეხლა მილიცია და ის არ შედიოდა, მაგრამ მაინც ერიდებოდა, ათეისტური ქვეყანა იყო და ის რაღაცა წამიკითხა, მაგრამ ვერ გავიგე აერაფერი, მაგრამ აი ის შეგრძნება რომ ის აკრძალული იყო და მე აკრძალულს რაღაცა შევეხე, რაღაც ემოციებს იწვევდა ჩემში. ერთხელ მახსოვს ლამაზი წიგნი მოიტანა დედაჩემმა. აი გამოცემა იყო აჩუქა იმან დედაჩემი ხო მასწავლებელი იყო სასწავლო ნაწილის გამო იყო და ვიღაცა უცხოელმა მოუტანა ბერძენმა ასეთი ლამაზი ბერძნული კულტურის ძეგლები და ნუ მითოლოგია და ის იყო ხო მითოლოგიის ისტორია იყო რა ჰომეროსი ოდისეი და ეთელი ეს ბერძნული ვისი რო იყო და ნახატები იყო ეხლა წამედგეთ ძეგლები და ის ხო ნახევა შიშვლებად კაცები რაღაცები ეს ნახატული და დედაჩემი მიყვებოდა არ მინდა ეს თქვა სკოლის დირექტორმა რომ დაინახა ესა განათლების სისტემაში უთხრა რომ ეს რა გარყვნილი წიგნი მოიტანესო და დედაჩემზე ქონდა გათვლილი ამას მისცესო და რაღაცა მე პრობლემა შეიქმნა რაღაცა
ამხანაგური კრება გაიმართა, რომ ასეთი წიგნები არ შეიძლება და ბავშვებს არ უნდა მისცენ და ფაქტობრივად იძულებული გახდა დედაჩემი, რომ ეს წიგნი დაებრუნებინა უკან. და არა იყო რა წიგნი იყო, ეს ძეგლები ხო არის, ზოგადად შიშველი კაცი, ხალი, რაღაც მკერდი ჩანს, რაღაცა და ფაქტობრივად ეს ბერძნული ხუროთმოძღვრების ფერადი ფოტოები იყო ჩადებული და თან ისტორია, მაგრამ აი მე მახსოვს ეს წიგნი უკან დააბრუნეს, იმიტომ რომ ეს ასეთი წიგნები მომავალი თაობის გარყვნილობაზე მოქმედებდა. ნუ არაფერი არ იყო ბერძნული ისტორიის ხუროთმოძღვრების, ასე ვთქვათ, ისტორია ეწერა, მაგრამ ეს ილუსტრირებული წიგნიც ჩაბარდა ისტორიას, ასე რომ ვიტყვიან და აკრძალვებში შევიდა. წეგან მახსოვს ესა ბოკაჩო დეკამერონი, ესეც სექსუალურ წიგნად ითვლებოდა ამ დროს, მან სულ სხვა თემაა, თვითონ ბოკაჩო, მან თუ გახსოვთ ეს სიუჟეტი, მიმდინარე პროცესებზე აკი რაღაც სექსუალურ თემებზე არის ლაპარაკი, იმ სექსუალური თემების ზემოთ უფრო სხვა ძირითადი აზრები იყო ჩადებული, მაგრამ ესეც აკრძალული იყო და როგორ მახსოვს ბიბლიოთეკაში ვიპოვე ერთ დამაინტერესა დეკამერონის ეს ბოკაჩო დეკამერონი და ბიბლიოთეკარმა მითხრა ძალიან გთხოვ გარეთ არ გაიტანო და აქ წაიკითხო, სხვაგან არ წაიკითხო, იმიტომ რომ შეიძლება პრობლემები შეგექმნასო. ეს საერთოდ როგორ არის ხო, რაღაც აკრძალული წიგნი რო არის, თქვა თავრობის მიერ, რაღაცა რეჟიმის მიერ, მე გადის დრო და ის სასაცილოდ მიგაჩნია. აი ხა დეკამერონი რო თქვი, ეხლა რო წაიკითხო თანამედროვე ადამიანმა, ნუ არის ჩვეულებრივად მიიღებს, უბრალოდ იმას უფრო დააკვირდება, მაშინ იქ ძალიან დიდი ის იყო წინააღმდეგობა, იმიტომ გარყვნილად ითვლებოდა. მახსოვს კიდევ ეხლა ამას მე ვიხსენებ, აი ეს რა ქვია, ჯოისის ულისე. ულისე იყო აკრძალული, ერთხელ მე ვეძებდი მაგას, და ბიბლიოთეკამ არაო, მაგის არ შეიძლებაო, მაინც რაღაცა ნებართვა გვინდა. მეთქი რა ნებართვა, კაცო, მაინტერესებს ეს. ესე იგი, რატო იყო აკრძალული? მე მოხსნეს ის რაღაც სულელურად იყო, იმიტომ რომ თვითონ ულისე ძალიან ძნელი გასაგები წიგნია. თუ შენ ჰომეროსი და ეს ბერძნული მითოლოგია და ესენი არ იცი, ოდისეა და ვერ წაიკითხავ და ამიტომ ახალგაზრდობას ტვინი რო არ აერიოსო კომკავშირის ცეკადან იყო ბრძანება გაცემული, რომ სტუდენტებზე ეს წიგნი არ უნდა გაცემულიყო. ესე იგი ჯოისის ულისე. ხო სულელური ბრძანება იყო, მაგრამ მე მოვესწარი და ვერ გამომქონდა. მე ბოლოს უკვე სხვა იქნიან სოფლის ადრე ხო რამდენი ბიბლიოთეკები იყო, სოფლიდან გამოვიტანე და იქ წავიკითხე. ცოტა გამიჭიდა, მაგრამ ეხა ულისე ძიმე წიგნია, ძიმე თუ არიცი, აი ხლაც რო წაიკითხო, აი უნდა ჩაუждე და აიგო რა არის, მაგრამ ნუ გახსოვთ ხო, ჩვენ მაგ ულისეც გავარჩიეთ და ფაქტია რომ აკრძალული იყო. მე ჩემ ამბებზე ვიხსენებ რა იყო, ჩემ რაც მე გადამხდა, მაგრამ აი მე მახსოვს ეხლა ზოგადად კოპერნიკის წიგნები იყო აკრძალული, იმიტომ რომ სამყაროს შემქმნაზე იყო დაწერილი. მე არა მაგის მე პირადად არა მაგ წაკითხო, გაგონილი მქონდა. ჟან-ჟაკ რუსოს წიგნები არ შეიძლებოდა ხო, ის ათეისტი იყო და რელიგიურ თემებს ებრძოდა და საფრანგეთში აკრძალული იყო. გალილეო მაგის ცეცხლზე უნდა დაეწვათ მისი ნაშრომები. ნუ ჯორდანო ბრუნოს ყველამ ვიცით ხო, ჯორდანო ბრუნო დაწვეს, იმიტომ რომ ის ამტკიცებდა და თავის ასაბუთებდა, რომ დედამიწა არის გვალი, მაგრამ მაშინდელ ინკვიზიციას ეს არ მოსწონდათ და თუმცა ბევრი იძახის, რომ არა მარტო მაგის გულისთვის დაწვესო, სხვა რაღაცებსაც შეეხო ეკლესიურ თემებსა და იმიტომ უფრო დაწვესო, ვიდრე იმას, რასაც ამტკიცებდა, რომ დედამიწა მგვალიაო, მაგრამ მე ვიცი, რომ მაგის ნაშრომები აკრძალული იყო ევროპაში. მე წეგნად თქვი კომუნისტის სისტემაში ვიყავი გაზრდილი და ჩვენ გვასწავლიდნენ ხოლმე, რომ მარქსმა და ენგელსმა რომ დაწერეს კაპიტალი და ესეთი კომუნისტური იდეოლოგიის წიგნები საბჭოთა იმაში რუსეთის მეფის რუსეთში აკრძალული იყო და სულ ჩუმად ყიდიდის, აი ყიდიდნენ მეთქი, ჩუმად ავცელებდნენ და ისინი გმირები იყვნენ. მაგრამ რაღაც 30 წელი
მე-19 საუკუნე 20 საუკუნეში აკრძალული იყო ის ციგნები, სანამ კომუნისტები არ მოვიდნენ, აქამდე პრობლემა იყო მარქსის, ლენინის, კაპიტალიზმის და მის ციგნებს გაცნობოდი, აკრძალული იყო, მაგრამ მერე კომუნისტებმა ეს აიყვანეს მაღალ დონეზე და პირიქით საბჭოთა პერიოდში სულ მაგებს კითხულობდა და ბიბლია და ეს წმინდა წერილების აკრძალეს. აკრძალული იყო მაი კამფი, გახსოვთ ეს პოლიტიკოსი ჰიტლერის ციგნი, სულ რაღაც 10 წელია ხო, ამდენ რაც მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა, სულ აკრძალული ევროპაშიც აკრძალული იყო, არა, ბოდიშით ინგლისში ვნახე მაგ ციგნი, მაგრამ საბჭოთა კავშირში და სოციალისტურ ქვეყნებში აკრძალული იყო და სულ რაღაც 10-15 წლის წინ მე პირადად 15 წლის წინ, თუ 20 წლის წინ წავიკითხე მაი კამფი. მაგრამ დიდი არაფერი, მაგრამ რა არის, იცით, აი აკრძალვებს ერთი ცუდი თუ კარგი თვისება უფრო გაინტერესებს. აი ხა ჩემ პირადი მე ხშირად სამწუხაროდ ბოდიშით ეხა ხო არ გაწუხეთ ჩემ პირადი იმენს რო ვიხსენებ ხოლმე, მაგრამ აი ჩემ მაგალითზე ვიტყვი აი ბიბლია ხო, აი ჩვენ სულ მაგას ვიძახით რომ უნდა გავეცნოთ და რომ გავიგოთ რა ხდება მსოფლიოში და დედამიწაზე, ამას ამ წიგნს რო წაიკითხო უკვე ხვდები და ყალიბდები. მაგრამ აი მე რო მიდიოდა ჩემი შემეცნებით ისინი მოძღვარი მყავდა მე სამწუხაროდ გარდაიცვალა. ხო და მაღან იცოდა რომ მე გარდა ამისა სხვა რაღაცებსაც კითხულობდი. თქვენ იცით ხო არის ასე კი 4 სახარება, კანონიერი სახარება, არის კიდო არაკანონიერი სახარებები და იმეებს კითხულობდი და კითხულობდი კიდო სატანურ და 1000 გიჟურ წიგნებს, ათეისტურ წიგნებს, სადაც უარყოფდნენ უფალს, უარყოფდნენ რელიგიურ ცხოვრებას, უფრო უარესი სატანური გიჟობები, ამ ბნელი მაგიების და გავების წიგნებს ძალიან ბევრს კითხულობდი და ჩემი მოძღვარი ნერვიულობდა, აკან უაკეთებ ამასო, კაცო, შეიძლება გადაგრიანო, მე მაინც კითხულობდი და პირიქით, რაც უფრო აი ესეთი ათეისტური და სატანური და მაგიური წიგნები წავიკითხე, უფრო გავძლიერდი რელიგიაში და მე ეს ჩემ მამაოს რო უთხარი, ნუ კაი, ეთყობა შენ მაინცო, კი მიცნობდა, მაგრამ მაინც ნერვიულობდა, იმიტომ ღელავდა რომ არ გადავეხარეთ იქით. მე თუმცა სხვა მამაო, ესა ჩემი მამაო გარდაიცვალა და მე რო შევიცვალე მამაო იმასთან რო წავიდა საუბრო ისიც შეშიდა, ნუ კითხულობ აკა ამ წიგნებსო იმოქმედოსო შენზეო, მაგრამ მე რო გამიცნო და რო ნახო რომ მე უკვე წმენაში და იმაში ძლიერად ვარ, ეხლა მე წინას არ ავიტყვი, მე ვცდილობ ყოველშემ ძლიერი ვიყო, უკვე შემეშვა და უკვე მიხვდა რომ მე ეს უკვე არ შემეხებოდა ეს სატანური და არარელიგიური წიგნების კითხვა ჩემ ცნობიერებაში და ჩემ აზროვნებაზე არ იმოქმედებდა. თუმცა ხო იცი, ნურას დროსო მაგრამ მე ერთ რაღაცას ვიტყვი რა, პირადად მე რაც უფრო მეტი ათეისტური წიგნი წავიკითხე, რაც უფრო მეტი მაგიური, გადოსნური და ასე თქვა სატანური წიგნები წავიკითხე, უფრო გავძლიერდი. თქვენ გახსოვთ კიდევაც ამერიკაში რო ვიყავით, ჩვენ ერთ-ერთ სატანურ ეკლესიაშიც ვიყავით და აი ახლა სანამ თბილისში წამოვა, შეიძლება კიდე მოხდე რაღაც მაგის და მაგვარ ამბავში და წავიდე და მაგ თემაზეც ვილაპარაკოთ. თუმცა აი რისი თქმა მინდა, აკრძალვა კარგია თუ ცუდი, ამაზე ბევრი საუბარი შეგვიძლია ვილაპარაკოთ, ალბათ მერეც ვილაპარაკეთ, მაგრამ მე მაგალითად მიმაჩნია რომ აკრძალვა არაფერს არ წვიტავს. პირიქით, უფრო მეტი საშუალება გეძლება რომ აეცნო 1000 აზრებს, 1000 მიმართულებებს და უკვე იქიდან უკვე გამოგაქვს ნამდვილი აზრი, ნამდვილი ჭეშმარიტება და თქვენ ხო იცით რომ ჭეშმარიტება არის ერთი, არც იქით, არც აქ და შენ აქიდან მიუდგები თუ იქიდან მიუდგები, სატანის თვალებიდან მიუდგები თუ ღმერთის თვალებიდან, ჭეშმარიტება არის ერთი და როგორ ამბობენ ხოლმე, ხო არიან რომ ღმერთის არ ჯერათ, მაგრამ სატანა ხოლმე ეძვის, მაგრამ ხა სატანას რო კითხო, ჯერა ღმერთის, რა თქმა უნდა ჯერა, იმიტომ ეს ჭეშმარიტებაა. იმ თავისი მიზნების და იმეების გამო იბძვის ამას, თორე ჭეშმარიტება ერთია და ჭეშმარიტება არის უფალი, მარადისობა, მარადიულობა და როგორ შეხედა და რომელი მხრიდან შეხედავ, ეს უკვე ჩვენ ამ თემაზე ბევრჯერ ვილაპარაკია და ალბათ მომავალშიც ვილაპარაკებთ. კიდევ რა ვიცი, ამდენი აკრძალული წიგნებია, მე
ცოტა ესე გამოდის რომ ახლა რისკი მიმყავს საუბარი არ უნდა შეგეშინდეთ მეგობრებო უბრალოდ წაიკითხეთ და შეადარეთ და ისევ ვიცახი რომ მიადგებით ჭეშმარიტებას მიადგებით მარადისობას და აბსოლუტი არის ღმერთი უფალი რას გეუბნება დადეკით ჩემ გვერდზე და რისი უნდა შეგეშინდეს კი რა თქმა უნდა ემოციურად შეიძლება რაღაცა ჩაგითრიოს გადმოგითრიოს მაგრამ აკრძალვა რა არის ახლა ერთ პერიოდში აკრძალავ მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ის აკრძალვა სასაცილოდ მიგაჩნია, ხო? მაგრამ ფაქტია, რომ ძირითადი ფორმულა წარმატების ნებისმიერ სფეროში არის თავისუფალი არჩევანი და ზომიერება. სადაც არის ზომიერება, კი, ყველაფერს უნდა შეხედო და როგორც ვამბობდნენ, ხშირად ვამბობ ხოლმე ამ ესე იგი, ეს სამყარო არის ყველაფერი და ყველაფერში უნდა ნახო ის ჭეშმარიტება და რეალობა. რა თქმა უნდა, ზომიერება ისეთ რაღაცაა. არაზომიერი სიყვარული არ ვარგა, არაზომიერი ჭამა არ ვარგა, არაზომიერი ვარჯიში არ ვარგა. ამიტომ ყველაფერში არის ზომიერება და უფალიც მაგას გვეუბნება, რომ ყველაფერში იყავით ზომიერება. თუმცა უნდა გაეცნო და იცოდე რა ხდება. ასია წიგნები და თავისებურად ახლა ამდენი აკრძალული წიგნია, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ უკვე თავის ადგილზე ჯდება და მოაზროვნე ადამიანი და მოფიქრალი ადამიანი ყოველთვის იქითკენ მიდის, რომ ჭეშმარიტება არის ერთი, ჭეშმარიტება არის, რომ მარადიულობა, უფალი და დანარჩენმა რა უნდა ვიყოს, რაც არ უნდა აგიგრძალონ და რაც არ უნდა დაბრკოლება გაგეკეთონ, ის მარადიული და ჭეშმარიტება ყოველთვის იქნება და არის და იქნება. მეგობრებო, აღარ მინდა რომ თავი შეგაწყინოთ. ბევრი ადამიანი ალბათ შეიძლება ვერ გაიგო ეს ჩემი საუბარი, ჩემი აზრით შევეცადე კარგად ამეხსნა, მაგრამ ამის გარეშე ჩვენ ფიქრებისა და აბსოლუტის გარეშე ვერ ვიცხოვრეთ. თან ახლა მივალ ახლა ახლოსაც და აი ეს გაგიზიარეთ რა ჩემი ფიქრები, თქვენ ხო შეჩვეულები ხართ ამ ჩემ ფიქრებს და ამიტომ კითხვაზე წავიკითხო თუ არა აკრძალული წიგნები და რა წავიკითხო, წაიკითხე რა პრობლემაა. ესეთ აკრძალვა, იმიტომ რომ თქვენ საბოლოო ჯამში როცა კარგად გაანალიზებთ და ყველაფერს მიხვდებით რა არის, ყველაფერი დადგება თავის ადგილას. კარგით, მეგობრებო, დაგემშვიდობებით. შევხვდებით მომავალ საინტერესო ვიდეოებამდე. იმედია, საინტერესო ვიდეოებში და მომიტყვიან ექშენი გვინდა და მოკლედ და კონკრეტულად შევხვდებით მომავალ ვიდეოებში. კარგად.